შენ გამაგიჟებ რა. აზე. ესე იგი ბის ფული ვესესხე. და მაგ ფულით მისდას ყიდულობ ტელეფონს. შიგა გაგ შეჩემ. ბიჭო, რა გინდა გამისწორდა და ვაჭუქე რა. აი, რაზე მიტრაკებს სულ ძმობას გაფიცე. და ვერ ხვდები რატო გიტრაკებ? ბიჭო, მე რა ვიცოდი, უკას თუ გამოვარწმევდი მაყუts და რა ინტელექტო ტიპი ხარ ჩემი. ბიჭო, რამდენიმე დღეში გამიზრობენ მაყუts და მიეცი რა. ხო, აბა რას ვიზაო ბიჭო, რა თუნდა მაგას ლაპარაკ. შენ დაებაზე რაც გითხარი? ვის? ლუკას? არა, მამამის. ბიჭო, ჯერ არ მიბაზრია, მაგრამ დავებაზრები. აცადე ცოტა ხანს. დაებაზე რა გაატრაკე მართლა საქმეში რა. დაიჯინე და აუხსენი როგორ არის, რანაირად არის. ყველაფერი უთხარი ძმაო. მე ზიზღება მე ეგეთი რაღაცეები და შენ უგააკეთებ მაგას. ქალმა არ გამოგაშტეროს, გაიგე? დავებაზრები, ხო გითხარი რა. და როდის ბიჭო, როდის? გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. ანუშკი, როგორ ახარ სესტრა? კარგად, თქვენ? საკაიფო, სადმე გაჩქარება? პრემიერა მაქვს და გავდივარ. ეგ რა არის? ხო, ის რა თეატრში რო გამოდიხარ, ხო? უკეთა იქნება? შეიძლება მოვიდეს კი. და მე არ უნდა დამპატიჟოტო. სად თეატრში? ხო, ბავშვობიდან მევასებადო, თეატრი, ცირკი, ყველა ის მაქვს ნანახი. ძალიან კარგი, ხო და გელოდები დღეს. შევთანხმდით, ლუკიჩაც დაურეკავ და დაგადგებით უეჭველი. კაი, მიდი, კოცნით. კარგად. დროებით. რავო, რა მითხარი? ქალმა არ გამოგაშტეროსო? რა? რა, მიო, ქეთას პონჩი მიდიხარ თეატრში. მაშტერებ? გოგოს ვევასები და მევასება ბიჭო, და ვაფშე რა მოსატანია ეგ. კრეტინი იუმორია. შევია ყვა. სოფია რა გჭირს? ისევ გამოგიფიტა ტვინი იმ კახამ. უბრალოდ ვახშამზე დამპატიჟა. მე ძაღლი ხარ ადამიანს საჭმლის გამო რომ იყვები? რომა, დაუკვირდი რას ამბობ? მოგწყინს, შენთვის ვამბობ. არა გაქვს შენ კაცების არჩევის ნიჭი და რა გავაკეთო? მოდი რა, იმაში დამეხმარე, რისთვისაც გამომყევი, კარგი? ჯობია კაბა შენ არჩიო. კაცს აგარჩევინებ მე. ანდა მოვაკიდე ის და ჩემზე უკეთესად აგარჩევინებს რამეს. აი, შემეშვი რა. აი, არ მესმის რა, რისი იმედი გაქვს? კაცმა საკუთარი ოჯახი მიატოვათ, შენ რისი იმედი გაქვს ამიხსენი? არაფრის. უბრალო ვახშამია და მე მივდივარ. ხო და რატომ? ისე უბრალოდ. არ მესმის და მომკალი. არც არის საჭირო, დაიკიდე. მომისმინე ქარაფშუთა ქალბატონო. შენ ახლა გოგიტაზე ხარ გაბრაზებული და იმიტომ ჩადიხარ ამ სისულელეებს. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეგ. კარგი, მაშინ წამიყვანეთან. ბატონო? ხო. თუ არაფერ შუაში არ არის, წამიყვანე, რა პრობლემაა? პრობლემაა. ტყლარწი კიდევს მაგ თავში ტვინის მაგივრად რა. ნახე. მოგწონს? ეგ მომწონს შენი საქციელი არა. ძალიან კარგი, მეც მომწონს. და ვისაკითხები, რო არ მითხრა, მოდის გარტყმაში არ არის ტიპი. რა არის სილურში. შენ დაგავიწყდა მე მგონი ჩემთან თმას რო იჭრიდი, ხო? ეცი რა, ერთხელ მივქარა შევიჭერი და აი დღემდე ვიზრდი და ვერ დავიყენე რა, აი ნახე. გალია. აუ, ძალიან ლამაზია. მაინტერეს ნახე სულ. ეხლა მოვიწამებ. მაგრამ ხო გითხარი ისე ჩააცვით ხო რომ პირველ პაიმანზე დაიწუნან თქო. თქვი თუ არა? აი. გაჩუმებოდეს მენას. აჰა, გამჩუნდი. სალი, მარიამ, როგორ ხარ? კარგად, შეგარ ხარ? მადლობა, მეც ჩვენი ვრად. გავარჯობოთ, როგორ გამარჯობა, კარგად, თქვენ? არა მეჩეს. მოიცა, მაქვს შენ საჩუქარი, აქ მაქვს. მართლა? ლამაზია. ძალიან მომეწონა, მადლობა. არაფრის. კაი, დაემშვიდობე და გავიქეცით, ხო, გოჩქარება.
არ მინდა ბებოსთან რასაც დარჩები. აი, მას რა დარჩები, ძალიან უხერხულია წავედი. არა, უხერხული დავჩები რა. ხო, არა, მეჩქარება რა, გეხოცები, ხო? თუ გნებავთ დავიტოვებ, არ არის პრობლემა. არა, როგორ გეკადრებათ მაღაზია შეგაწუხებ. აი, არ შევწუხდები საერთოდ. მართლა? სახში ვარ მთელი დღე და დავიტოვებ, არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. სულ რაღაც 2 საათის საქმეა, გავიქცევი და მოვა. თუ რაღაც ჩემი ნომერი იცის და დამილიქით. კარგი. აბაჭკიანად. კარგად. კარგად. წავედით ხო? წავედით. ნოდარმა ყველაფერი გაიგო. იცის რომ შენ დაგყავდა სესილი მამამისის სანახავად. რატომ აკეთებდი ამას? რა მნიშვნელობა? მაინტერესებს გეგა. მე შენ გენდობი, პატივს გცემ. მინდა რომ ანალოგიურად იყო ჩემს მიმართ. ნუ მენდობი მე. საკუთარ თავის გარდა არავის არ უნდა ენდო. დახმარება მინდა გეგა. მე არ მინდა შენი დახმარება. არა დაფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად გჭირდება. აიცადე. რატო გადაწყვეტე ესე? რაცა კეთილი გოგოს თამაში? რა გინდა ჩემგან? არაფერი. ვხედავ რომ უსამართლოდ გექცევიან. და ჩემი აზრით საერთოდ არ იმსახურებ ამას. ნოდარმა შენი თვალთვალი დაგვავალა. ყველაფერი უნდა ვიცოდე ჩენზე. იცი ცოტა დამძაბა ამ ამბავმა და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა შენთვის. მადლობა. ახლაც არ მენდობი? იცი რა? შეიძლება მატყუე. ან თუ არ მატყუებდა ანდრეევიჩმა მართლა ჩემი თვალთვალი დაგავალა. აი შენ კიდე მოდიხარ და ამას მე მიყვები. მართლა არ ყოფილხარ სამ. სადაც ერთ კაცს უღალატებ, იქ შენ თავისუფლად მეორესაც გაწირო. არა? იმედია ოდესმე შენს დობას მოვიპოვებ და მიხვდები, რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს. თავს გაუფრთხილდი გეგა. აბა, გაუმარჯოს ბედნიერებას. Გაგვიმარჯოს. Дякую дуже. აბა, мама, მოგვიყევი რა თუ შევიკრიბეთ დღეს აქ. გეტყვით. მოკლედ, შენ ჩამოსვლას ველოდებოდი და რადგან ყველა აქ ვართ, მინდა გითხრათ. კატიაც ჩვენთან იცხოვრებს. ვერ გავიგე? ხო. რა ხო? ცალი მყავს ბაბუ? რა მაგარია? სესილი. შოქში ვარ. ანუ აი სადღაც გაცნობილი ქალი მოყავს ჩვენთან სახლში? იქ სადაც დედა ჩემი ცხოვრობდა. იქ მოყავს ეს ქალი? ეს მის ქართული. არ მაინტერესებს. ნინუცა. დაწუნარდი. როგორ უნდა დავწყდარდე, мама, გამოგებინე. საერთოდ აღარ გცემ პატივს? პირველ რიგში შენგან ვითხოვ პატივის სცემას. შენგან. რა საინტერესოა. რომელ პატივისცემაზე მელაპარაკები? ნინუცა, შენ კარგად იცი, რაღაცას რომ გადავწყვეტ. ეგრეც იქნება.
და მე და შენ კიდევ ერთხელ გვექნება ამ თემაზე საუბარი. ესმის? ხო, ნუ იმედია ამასთან არა. ამას დავლევ და წავალ. ასე მალე რომ მიდიხარ გული მწყდება. ხო იცი რომ ამდენხანს ვერ გავჩერდები. ბავშვიც მარტოა და საქმეებიც მოქვს. კიდე როდი ჩამოხვა? არ ვიცი. აბა რამდენი ხანი უნდა ვიყოთ? ჩამოდი აქეთ. ჩამოიყვანე ბავშვიც. აქ ყოფნა საჯობია. გობა სათქმელად ადვილია, მაგრამ დათი დაბადებიდან თბილისშია, ახლობლები, მეგობრები ყველა იქავს. არ წამომყვება. აბა მთელი ცხოვრება ასე ხო არ ვიქნებით. დედაჩემსაც ვერ ვტოვებ. ისეთ ასაკშია უკვე რომ მარტო ვერ მოუვლის თავს. ვიცი მესმის. ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. მერე? მერე ის რომ ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ პოულობ რა. არის გამოსავალი. დაელაპარაკე დათის. დიდი ბიჭია უკვე და გაგიგებს. აი, დაველაპარაკები. რაღაცები ჩაგილაგე ჩანთაში. და წაიხე. აქაური ფულით დამცხარო ჭაც რო ჩამოტეხავს დათი. და შიგნით ჭყინტყელს რო ჩატენის. აი მის გემოს რო შეიგრძნობს. აი მე მოუნდება აქ ცხოვრება. გეფიცები ზოგჯერ შურს შენ. არასდროს რო იმედს არ კარგავ. იმედის თუ არა კაც და მაშინ რა აზრი აქვს ამას? იმედით ცოცხლობს ადამიანი. აბა სუნთქვით და ჭამით, ძაღლიც კი სუნთქავს და ჭამს. რო გეიღვიცებ, ხო? რაღაცის უნდა გჯეროდეს. რაღაცა უნდა გამოძრავებდეს. თუ არა იმედ დაკარგული კაცი მერე თვითონაც დაიკარგება და იმედთან ერთად ფუნქციასაც დაკარგავს. რაღაც იქნება, რაღაცას ვიზავთ რა გობა დამიჯერე. მე ჯერ არ ვიქნება. ეხლა შევალინას დავემშვიდობები და წავალ თორემ ავტობუსი დამოგვიანდება რა. დაუცახე მაშინ. დედა! მოგეწონა საჩქარი? კი, ძალიან. კიდევ გაგიკეთებ და გაჩუქებ. მადლობა. აფრის. შენ რას ხატავ? მე მზეს, მთებს და დიცახს. ლამაზი სახლია. მეც მომწონს. ასეთ სახლში ცხოვრობდი? კი, სადმე ტყეში, ხალხისგან შორს. და მთელი დღე ყავას დავლევდი. შენ ხარ მოგშივდა? არა. წაღან ხო უჭამე. თუ მოგშივდება მითხარი, ხო? კაი. შენ მარტო ცხოვრობ? კი. მე მეშინე მარტო სახლში დარჩენის. მართლა? კი. რო გაიზრდები, აღარ შეგეშინდება. მე მოვჩი. ჩვენე? ვინ არიან? მე, აჰა. მამიკო და შენ. მე? ხო, რა არ მოგწო? აუ, პირიქით ძალიან ლამაზია. სალი, დაშვილობანას მეთამაშები? დას? დედაშვილობანას.
სიამოვნებით. მაშინ შენ იყავი დედა, მე ვიქნები შვილი. კარგი. მაგრამ სანამ თამაშს დავიწყებთ, მე ყავას დავისხავ, კარგი? მეც მინდა ყავა. შენთვის ჯერ არ შეიძლება. მოდი შენ ჟოლოს ჩაის ჩამოგისხავ. გინდა? კი. გიყვარს? კი. კარგი. ხო და მანამდე ფანქრები აალაგე. კარგი. ანა დავიჯერე რა. ეს ყოველთვის რაღაცას დავთავრდება. არ ვიცი რა. მე საუბრად მოვიდა, მე ბებია ჩემის პროფესიის გახმოვანე. თქვენ რა, კერა? ეავშები? ბიჭო იმაში ხედე. არა, მე უფრო ვსო. კიდე აუ იმ ტიპს. საიდან მოიტანეს ჩვენ კოპუსში ჯონი რო ცხოვრობს, ხო იცი? იმის ბიჭს არა გავს. რა დროს ჯონიას რა უყურე რა და ნუ ლაპარაკო. გაიცმო. მოიცა. თქვენ რა მითხავთ? ეხლა რომ კერავლენას ეძებდით. კეთა სად არის? აუნა მოსულიყო რა თუ აგვიანებს დო. ვერ მოახერხავ, მათ რა ვიცი. გრა გამიტყდება შენს მომას ვიცი. აშა, გაჩუნდა ბიჭო სირცხვილია. უყურე რა საჭირავთ მოხვედი? აი შე რა გაგჭის რა. მზიანი დილა იყო. გრა მეწევინება შენს მომას ვიცი, ხო არ გინდა? არა, უყურე. ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, აი ჩემა გამჭირა ხმა მზერა წარწვეში გამჭირა ეს ბავშვი. მერე ფირცხლად მე ამას გათამაშები მოდის. 29 ბილეთი მაქვს შენს მომას ვიცი. 11 საათია. არ გინდა რომ ჩემთან ავიდეთ უს დაუითრებ და ერთად უყუროთ. კი. ისე მარამე მოვიკოთ. კი. არა, ნიკო, მომისმენი ახლა რა აკადემიაში უნდა გაიცე, კარგი შევასწავლე ლექტორებს ხანდახან უნდა მოანადრო კიდეს თავი და თქვენ აქ ჩემთან წვიმიდან მოხვედით ხო ნიკო და თქვენ რომ მოხვედით წვიმიდან მე ჩემი იცნო ბიჭო ამას ატარი რა ასროთ ეს გამხევნა სულიერი სიტყვა შევდება, მაგრამ მე თვითონ გამოვუტანი ნიკო ამას ჩემს თავს განაჩენს ხო თქვენ ამაზე? საოცრად გამოიყურე. მადლობა. ძალიან ლამაზია. უცით. იცი, არ ველოდი რომ ჩამოხვიდოთ. ანუ არ მელოდებოდი? გამეხარდა ძალიან. და აპარატო დამპატიშა. სადე. იცი მეგონა რომ ქალებს უკეთ იცნობდი. მეც ისე მეგონა. მაგრამ იცი რა, დავარია რომ აქ ხარ და ჩემთან ხარ. ახლა მგონი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ამ შეხვედრას და თლათ ეგრეც არ არის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენთვის არა? მე უფრო საჭიროს დავარქმევდი. საჭიროს? ისთვის? რესტარტისთვის. იცი მე ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია დამიკროვდა. და მინდა რომ გავთავისუფლდე. აქ წამოსვლა ჩემთვის რაღაც განსხვავებულია და საკმაოდ ბოლოდნელიც. არც კი მახსოვს ბოლოს ესეთ სიტუაციაში როდის ვიყავი. ასე რომ ხო. იცი რა, ზოგჯერ ისეთ სიყალბეში იზრდება ურთიერთობები, რომ ყველანაირ ფასეულობებს კარგავს.
ყოველდღიური რუტინა ხდება და გრძნობებიც თანდათანობით ქრება. მე თითქოს ვცდილობთ, რომ ის ძველი ბედნიერება დავიბრუნოთ. მაგრამ ცხოვრება უფრო მეტ რთულ სიტუაციაში გვახვედრებს. ხოდა მეც ასე დავემართა. ბოლოს ძალიან ცუდად ვიყავი. თავარი ის არის, რომ ახლა პატარა ბიჭი ვითგრძნობ თავს. არანაირი ვალდებულებები აღარ მაქვს და თავისუფლებით ვტყვევი. კარგია თავისუფლება. ვფიქრობ თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც წარსული უკვე ვეღარ გმართავს. შენ მართავს? რაღაც დოზით ალბათ კი. ბოლომდე ჯერ ისევ ვერ გავთავისუფლდი. თუმცა ყოველდღე ვიბრძვი. ხოდა ეგ არის მთავარი. ვიცი რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. და მოდი თავისუფლებას გავუმარჯოს. გავუმარჯოს. არ გინდა დასრო აქ დავჭეთ. ყველაფერს ნუ გააფუჭებ. პირდაპირ ეთერშია მე ამას აი შეიძლება ვარ მაგ მომენტს უყურებ ძმაო. მეც მოგესალმებით. ძალიან არ უკოცნია. მოგვენატრეთ და აგერ უკვე ზუსტად ერთი თვის თავზე გიბრუნდებით ისევ მე ამას გათამაშები. კი, რიგით მეორე გათამაშები. აი რა ვიგრუზები ბიჭო რა. ატმოსფერო. ჰოლივუდისას თავის ფრემა რა ქნა ძმაო. თავიანთი წოლები ხან ვისთან წვანენ და ხან ვისთან. ის ესთან მოკლედ მგონია რომ მე შეშვებული ვარ, მაგრამ პროსტა მაგრა მიტყდება რომ ესე განიც. არ გამოსწია. გაუხალისოთ და გაუფერადოთ კიდევ უფრო ეს დღეები. დავიწყებთ დარეკვა. ვიწყებთ 0-ით. დამირეკეთ რა, გთხოვთ, აი ერთხელ დამირეკეთ, არ შეიძლება. 1 3 1 და ბოლოს. და ნახე, ბოლომდე იჭერს ტელეფონი. ბიჭო. ასე ინა ეგ მათი დავპიზდოთ. რომ ყოველ სამთში გვექნება სუპერ. გიქსონას ვეტყვი? მოიპარავს მოდა აგერ ჩემთან პადვალში გაჩუქებ მაგის თავს. ჩემ სახელმწიფო ეგ რა შუაშია. შეიძლება არ იჭერს ან რაღაცა და ეგრე ანი რა შუაშია შეჩემა, რა იცოდა რომ მიახტებოდა და აკოცებდა. მიახტებოდა რა სპექტაკლია, ლაშა და დადგმულია. ნახდა ვიცი? ო. 1 და ბოლოს. მაშინ ესე იგი იმის ბრალია ვინც დადგა ბრატ. რა თქმა უნდა. ეგრეა. მეტია რომ არ იჭერდა რაღაც წუთიერად და ამიტომ. ნუ რა გამოდის, ხა რეპეტიციებზე რო დადიოდა? სუკოცნი და? წავედი რა. საწახვედი ბიჭო. მოვიდა? ხო, მოვა უკვე. მომისმინე. ჩემ თავს გაფისებ, თუ გიყვარ ვარ, არ ეჩხუბო, გთხოვ რა. ხო, არ ეჩხუბე. დავაი, მიდი ჭუიც, მოვა დაგირეკა. დავაი, დამირეკე ხა რა. ზარზე ვარ, მიდი. Я не хочу, чтобы твоя дочь меня ненавидела. Вер ვიცხოვრებთ თქვენ სახში. კაჭა, ნუ ნერვიულობ. გადაულის და დამშვიდდება. Надеюсь. А если не успокоится? შენ რა უნდა ქნა? ნაფერი. იმას ვიზამ, რასაც ადრე ვაკეთებდი. Подожди, ее мнение совсем тебя не интересует? Катя, ее мнение меня интересует. Немножко, вот столько. შეიძლება? Да, мелоди. კი ბატონო. Ну, წავიდე. არა, იყავი ცოტა ხანს. ხალხი მიჩვეულია ჩემს ლოდინს. И Гега тоже. კატა, ძალიან ბევრ კითხვას სვამ.
არ არის საჭირო ყველაფერი იცოდი. Карги, сало давите надо, пока Нинуца не пришла. С дочерью поговори, пожалуйста. Ждут вас. Надо. დღეს არ გელოდებოდი. სალაპარაკო გოხანდრეევიჩ. ისმენ. კახაზე და სესილიზე მინდა გითხრა რა. შეიძლება იცი კიდევაც, მაგრამ მაინც რა კახა რომ ხდება და სესილის უპრასორად ანდრეევიჩ მე ვახვედრებდი რას ნიშნავს შენ ახვედრებდი ხო ნუ რამდენჯერმე ვანახე შვილი რა გეგა დაფიქრდი რას ამბობ ნაფიქრი მაქვს ანდრეევიჩ ისიც მაქვს ნაფიქრი რომ აი ამით ცუდი არაფერი არ გამიგეთებია მამა და შვილია რა შვილისთვის არაფერი არ დაუშავებია პირიქით ანდრეევიჩ უყვარს და ცდილობს რომ ყველანაირად რაღაცა გვერდში დაუდგეს რა ანუ ჩემგან ფარულად მოქმედებდი გაპარაზებული ხარ ეხა შენ კახაზე თორე ცუდი მე ამით არაფერი გამიკეთებია ანდრეევიჩ სესილი გიждდება ანდრეევიჩ მამამისი თანაც ეხლა მე კახასთან მეგობრობ ვიცი ხო სხვანაირად რომ მოგწეულიყავი ბევრად არასწორი ვიქნებოდი ყოველთვის შვილი ვიტკენდობოდი გეგა ეგ თუ ეგრეა ანდრეევიჩ მაშინ მორჩენილა ყველაფერი და ეგ არის ხო იცი რომ ერთხელ გატეხილ ნდობას ვერ დაიბომე არაფერი არ გამიკეთებია მე ისეთი რომ ჩემი ნდობა დაკარგო რაც გავაკეთე შენი და შენი ოჯახის სიყვარულით გავაკეთე ჩადონელიც ჩემი ოჯახის სიყვარულით გაუშვი საერთოდ აი ვერ ვიჭერებ რა ვერ ვიჭერებ რაზე გვიწევს ლაპარაკი როცა წენა გაქვს გულში უნდა მითხრა ანდრეევიჩ კარგი